წევრებს ვთხოვ კითხვებს და ქალბატონი ნათია გველოდება ბოდიშმას, რომ ამდენ ხანს მოუწია ლოდინი, ბატონი ალეკო, ბატონი ირაკლი, ბატონი სოზარი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მოგესალმებით ქალბატონო ნათია. მათ ორივეს არა მარტო ჩვენ ალბათ მთელი საზოგადოება იცნობს და მე მინდა ვთქვა, რომ ირაკლისნაირი ღირსეული ადამიანები ძალიან იშვიათად მინახავს და ასე შეყვარებული თავის პროფესიაზეც ძალიან იშვიათია ალბათ და ვერავინ ვერასდროს ვერ იტყვის, რომ იგი ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ ან რაიმე არამც თუ უცხო ძალასთან რომ მასთან რაიმე როდესმე კავშირი ქონოდა. იმიტომ რომ ეს კაცი აკეთებდა ყოველთვის თავის საქმეს. მე ასეთად ვიცნობ და ხელისუფლებებს მართლაც უქმნიდა პრობლემებს იმაში, რომ ასახავდა იმ რეალობას, რასაც ის ყოველთვის აფიქსირებდა. ეს წინა ხელისუფლებისაც ასე იყო ირაკლი და მეთანხმები და სწორედ აი ამ შენმა პროფესიის სიყვარულმა დაუდო საფუძველი იმ ბრალს, რომელიც შენ წარგიდგინეს, რასაც ჯაშუშობა ერქვა, მაგრამ იმას ასეთი ბრალი არაერთი იყო და შენ ალბათ გაგიმართლა იმაში, რომ სწორედ იმ დროს დაგაკავეს, როდესაც უკვე ხელისუფლება სრულდებოდა და ქართული ოცნების სახელით და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ახალი დაწყებული მოძრაობით სწორედ ამ მდგომარეობიდან კიდევ უფრო უნებელი დარჩით, უამრავი მაგალითები გვაქვს, რომლებიც წლები ეწამნენ სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ შენ კეთილსინდისიერ ადამიანი, როდესაც ხარ, რა თქმა უნდა, ხელავ და აქ არაერთხელ შეგამჩნიათ ჩვენ კომისიის წევრებმა, რომ ბოლო-ბოლო ჯაშუშობას ღალატს კი ბატონო მეც შეგიწყობს ხეს, მაგრამ ჯარზე ამას ნუ დამაბრალებინებთ. ამას მხოლოდ პატრიოტი ადამიანი იტყვის და ეს იყო მათი მორალიც და მათი საქციელიც და მათი აღვირახსენლობას და ამორალობას, რასაც მართლა თითოეულ ჩვენთაგანს და კომისიის წევრს უჭირს ამაზე საუბარი დღესაც კი, იმიტომ რომ ამას საზოგადოება უყურებს და ისმენს. აი კითხვებსაც რო გითხრა ეხლა შენ ბრალთან დაკავშირებით, დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, იმიტომ რომ იმდენად აბსურდული იყო და ის ბრალი იყო ნახევარგვერდიანი ბრალები, სადაც ჯაშუშობის ბრალში უნდა იყოს რამოდენიმე ტომეული ალბათ მოქცეული და იქ უნდა იყოს კონკრეტული ადრესატი, თუ ვისთან ჯაშუშობდა, ვისთან ქონდა კავშირი, ეს უნდა იყოს არაერთ გზის ფაქტებით დადასტურებული და უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებები. აი ეს კითხვებიც არ არის, იმიტომ რომ მისი ბრალი იყო სასაცილოდ ფარატინა ფურცელი მხოლოდ და ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა იმ დროს, რომელსაც უდასტურებდა სასამართლო, აგერ უთხრეს კიდევაც, რომ ერთი ადამიანი იყო გამომძიებელიც, ერთი ადამიანი იყო პროკურორიც, ერთი ადამიანი იყო მოსამართლეც და ასე ხდებოდა ამ ბრალით ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსპობა, მორალურად მათი განადგურება, მისი ოჯახის, რა ვიცი, ერთ-ერთი შემზარავი ტრაგედიაა თქვენ. ერთ-ერთი შემზარავი ტრაგედია. კითხვა კონკრეტული კითხვა არ მაქვს, მე უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი კომენტარი მეთქვა თქვენთვის. დიდი მადლობა ბატონო ალეკო, ბატონი ირაკლი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ირაკლი. აი ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. თქვენ გიხსენეთ გვირაბი და მე გაიხსენეთ რომ პრეზიდენტმა დაკავებამდე რამოდენიმე ხნით ადრე დაგიკრეკათ და გითხრათ რომ ეს გვირაბი დაათვალიერეთ და შემდგომში პრინციპში ეს თქვენი ბრალდება რაღაცნაირად ამ გვირაბის გარშემოც იყო, ასე ვთქვათ, დაკავშირებული. ხო არ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ აი ამ სქემის დამუშავებაში იყო ჩართული გასაგებია რომ მისი ასე ვთქვათ ყურადღების გარეშე და მისი ბრძანების გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი არ კეთდებოდა, მაგრამ თვითონ აი ამ სქემის შემუშავებაშიც ხო არ იყო ჩართული, რომ დარეკა და ეს დანარეკი მერე თქვენ ეჭვი გაგიჩნდათ რომ ალბათ გვისმენდო, მაგრამ შეიძლება მან ეს როცა დარეკა უკვე იცოდა რომ ეს დანარეკი
როგორ იქნებოდა შემდგომ თქვენ წინააღმდეგ შედითხნილ საქმეში გამოყენებული. ესეთი ეჭვი ხო არ გაგიჩნდათ თქვენ? დიახ, გიფასხოთ ხო? ესე იგი, დაკავების მომენტში მე და შემდეგ ვითომ გამოძიების პროცესში ერთი რამე შევატყვე ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. იყვნენ საშინლად, საოცრად საშინლად მოტივირებულები. ეს შეიძლება ყოფილიყო ფინანსური სარგებლით, ასე ვთქვათ, კარიერულ წინსვლისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ შემდეგ რომ დავწმუნდი, ეს იყო გაცემული ბრძანებით მოტივირებული ხალხი. იქნებოდა ბრძანება დასაჯეთ და მწვანე გაქვთ ანთებული. თვითონ დეტალებში ხო გეუბნებით ვერ ვიტყვი ამ თემაზე არ მიფიქრია. თორე ის რომ мотиваცია მოდიოდა ზევიდან, რომ თქვენ ხართ დაუჯელები, თორე დაკავებულს რომ კი ვთქვი, რომ ეუბნება ადვოკატიც მე ვარ, პროკურორიც მე ვარ, მოსამართლეც მე ვარ, ყველაფერი მე ვარ. იქ დამთავრებულია ყველაფერი. იქ გასაჯელის უფლებების დამთავრებულია, მოქალაქეობრივი უფლება, რავი, თუ ყველაფერი დამთავრებული. თორე ეტი რა უნდა გაგეკეთებინათ მისთვის პირადად, რაც თქვენ გააკეთეთ ახლა ფოტომასალა, მიაწოდეთ საზოგადოებას. ეს იყო ყველაფერი, თქვენ რა ამისთვის დაგსაჯეს. მაგრამ იმდენი კომპეტენციაც არ ყოფნიდა და იმდენი ტვინიც არ ქონდათ, რომ ეს თქვენი დასჯა რომ შემდგომ შემოუბრუნებოთ, ამაზე არ ფიქრობდნენ. ეგ იყო ყველაფერი. ეგ იყო ჯაშუშების და ჯაშუშობისთვის თქვენი ბრალის საფუძველი. ბატონმა ირაკლიმ რაც კითხვა და ბატონმა ირაკლი ქადაგიშხმა, ზუსტად ის კითხვა მეც მაქვს, რომ რაღაც აქეთკენ მიდის აზრები, რომ პრეზიდენტი 26, ამიტომ კითხეთ წეგან 26 მაისის მერე იყო ეს სააკაშვილის ზარი, რომელიც შუაღამეზე გვირაბზე გიწყებთ ლაპარაკს. ალბათ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ის თავად იყო ჩართული, მით უფრო რომ შემდეგ მან მთაში ისე დაგეგმა წასვლა, რომ თქვენსი ყოფნას დამთხოვოდა მისი ყოფნა. ეს შემთხვევით არ იყო მომხდარი და შეეცადა თქვენთან გარკვევას, თქვენ რა იცოდით. ეს უფრო ამას გავს, ალბათ ბატონმა ირაკლიმაც ამიტომ დასვა ეს შეკითხვა. კიდევ ხომ არ გაქვთ ბატონო ირაკლი კითხვა? თქვენ ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი რომ მოხვედით დღეს ჩვენთან. თქვენი დანაშაული ესე ბჭყალებში გავარკვიეთ, დამლაგებლების სია გადაგიციათ გაურკვეველ დროს, გაურკვეველი ვიღაცისთვის, გაურკვეველ მისამართს. ნათიას რა ბრალი წარუდგინის ბოლო-ბოლო. თუ საერთოდ მოუხსნეს ყველაფერი, უბრალოდ ძევალი იყო დაკავებული, რომ თქვენ რამე გიღიარებინათ ამიტომ. ნათიას ბრალი იყო ის, რომ ჩემი მეუღლე იყო. არის. რა დაწერეს რამე? ხელშეწყობა, ჩვენი დანაშაულებრივი საჯაშუშო ქსელის ხელშემწყობი იყო. ანუ ინფორმაციას ფლობდა ყველაფერზე და არაცნობა სამართალდამცავებს და ასე შემდეგ. მეორე კითხვა ბატონ გიორგი აბდალაძესაც ვკითხებ, თქვენ განმოსმენელი მაქვს ადრე, რომ იგეგმებოდა, რომ არ გამოეშვით, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სააგენტოები ძალიან ზეწოლას ახდენდნენ ხელისუფლებაზე, იგეგმებოდა წამყვანი დასავლური ქვეყნების პრეზიდენტების, პრემიერების, ფოტოგრაფების რაღაცა გაფიცვა თუ აქცია. თქვენ ამაზე გაქვთ რამე ინფორმაცია? ანუ როგორც ეს არანაირი გიორგისგან ვიცი ესე. ჩემს არ არის ცნობილი, რომ ვიღაც აელჩოს რაღაც გაცხადება გაეკეთება. საერთოდ არა. მე ბატონი გიორგისგან ვიცი, მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უთხრა თქვენმა კოლეგამ, რომ რამდენიმე დღეში თქვენს გამოშვებამდე პირად ფოტოგრაფებს ორი დღით ადრე პრეზიდენტების ფოტოგრაფები აპირებდნენ რაღაც ესეთი აქციის გაკეთებას. შესაძლებელია ქონდათ ეს გეგმა, ჩემთვის ცნობილი არ ვიცი არ არის. და მესამე კითხვა, თქვენ აქ იყავით აქციის დაშლის დაწყებამდე, თქვათ მინიმუმ 1 საათით ადრე.
თუ გინახავთ, თუ შეესწარით იმ აგრესიას, რომელიც მომიტინგეების მხრიდან იყო, პეტარდების სროლა, ფეიერვერკების სროლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, პარლამენტზე შტურმი, პოლიციაზე ჰქონდათ, გეტყვით, ეხლა რა ჰქონდათ მათ, ასე ვთქვათ, ჭალებში ისა შეიარაღებაში. ფანერები, ხის ფანერები, რომლითაც ესე და ჰქონდათ პლასმასის მილები. ის სპეცრაზმა რომ დაიწყო ბრახუნი და რაღაცა, ესენი ერთი რიგი ვითომ დადგა რაღაცა და ისინი წამოვიდნენ, ესენი უკან გაიხსნენ, მაგრამ უკინდანაც მოდიოდნენ და მაგი დამთავრდა ყველაფერი. ანუ წინააღმდეგობა რომ ვიღაცას ისე ქვა ესროლა იქით, აქეთ, ანუ არ ყოფილა. ეგეთი რაღაცა კადრებში გადაღებული არა, მაგრამ იქ ვიყავი და მაგასაც გადავიღებდი. ანუ მე ხო გადაღებაზე როცა ვარ აქცენტირებული კი არა ვარ, რომ სიტყვაზე პოლიცია, მაინდა-მაინც პოლიციის გადავიღო, აქციის მონაწილე ყველაფერს ვიღებ, რაც არის და რაც ასე ვთქვათ კადრია ჩვენთვის, რეპორტიორებისთვის. მე იქ ვისი მომხრე ვარ, ვიზე ვარ გაბრაზებული, სიტყვაზე ძველი ამბები გავიხსენ, გადაღებაზე ვარ ცივი გონებით, ამიტომ გამომაქვს რეალურად, რაც იქ ხდება. გაბრაზებული ვერც ვერავის ექნებოდით, პრეზიდენტის ფოტოგრაფია იყავით ბოლო-ბოლოს მასთან მსახურობთ. ხო, შეიძლება აქციის მონაწილეებს ყოფილიყავი, ისინი ხო ოპოზიციაში იყვნენ მაშინ, მაგრამ ცივი გონებით რაც ხდება, ის ფაქტი დავაფიქსირე რა, მოკლედ. ჩვენ პროფესია შევეწირეთ, მოკლედ, ამ ბრალდებით. ბატონი ილია. მადლობა ბატონო ირაკლი, მე პატარა კითხვა მაქვს, ერთი მომენტი მაინტერესებს. თქვენ ამ სამსახურში როგორ მოხვდით, როგორ დაიწყეთ მუშაობა? ეს იყო რამე კონკურსი, ვინმეს რეკომენდაცია იყო თუ აი რა პროცესი, რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის აპარატში გემუშავათ? კი ბატონო. კი ბატონო. აი მე კი ბატონო. როგორ მოხვდი პრეზიდენტთან? მაშინ მუშაობდი ინტერპრეს ნიუსში და რატომღაც გედეინძე წამოვიდეს ფოტოზე, იმიტომ რომ ფოტოამბები იდებოდა, ანუ ვრცელდებოდა რა. და ანუ ჩემზე იყო მოთხოვნა. მერე მოითხოვეს ზურადიშვილი კაბინეტში უნდა გადამეღო, ანუ საიმიჯო პორტრეტი. ხო, ვიღაც კონკრეტული ადამიანი ითხოვდა ამას? ეს სამსახურის ხელმძღვანელი ითხოვდა. გიცნობდათ ესე იგი? ნუ მე ისი კითხვა მინდა იცით? ის ვისი რეკომენდაციითაც იყავით ამ სამსახურში, იმას შეექმნა თუ არა პრობლემები, იმიტომ რომ თქვენ ის იმ პერიოდში იქ აღარ მუშაობდა. გასაგებია. აი, წლების მანძილზე იქ არ მუშაობდა. ესე თქვენ რომ მიხვედით და ეს 2011 წლის 26 მაისი მოხდა? ის აღარ მუშაობდა უკვე წელიწადს. ვისი რეკომენდაციითაც იყავით? გასაგებია, ეს მინდოდა და მაგრამ რეკომენდაცია შეიძლება წამოსულიყო თვითონ სააკაშვილისგან. იმიტომ რომ გახშირდა ეს მოთხოვნები. ახლა გამოდიოდი პირდაპირ ვიტყვი პრეზიდენტის ფოტოგრაფია ოღონდ სააგენტოდან. ხო და მე იცი რა ვიზიტზედაც უნდა წამოხვიდეო და ინტერპრესი არ გვიშვებდა ასე ვთქვათ რომ პრეზიდენტთან ვიზიტი ფოტოგრაფი ნუ მითო კამერა არ მიშვა და მეთქი თუ თქვენი თანამშრომელი ვარ მეთქი ხლა გავბრაზდი მე ჩემი საქმე მაქვს იქ არ მუშაობ და ლამაზი არ იყო და თუ თქვენი თანამშრომელი ვარ მეთქი თქვენთან უნდა ვიყო მეთქი და აქ უნდა დავანებო თავი ახლა თქვენ რო გინდათ ახლა აქ საქმეს ვაფუჭებ მეთქი და მე რაღაც პერიოდის მერე უკვე შემოთავაზება ანუ უარიც არ გამოდიოდა რა გადავედი იქ სამუშაოდ ვისგან იყო ეს შემოთავაზება პრესამსახურიდან ის ესე იგი რომელიც მერე აღარ მუშაობდა რომელიც იმის მერე ორი უფრო შევიცვალე მესმის მადლობა არის შეკითხვები ამოვწურეთ ბატონ ირაკლისთან. ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, როგორც ბატონ გიორგის, ასევე თქვენც გთხოვთ, რომ გავაგრძელოთ კომისიასთან თანამშრომლობა იმ გაგებით, რომ ჩვენ დასკვნას რომ შევადგენთ, ამ დასკვნაში რა თქმა უნდა თქვენს სისხლის სამართლის საქმეს და შემდგომ გამართლების პროცესს
ამ ყველაფერს სათანადო ადგილი მიეჩინება, რეჟიმის შეფასებისთვის გამოვიყენებთ ამ საქმეს და ასევე როგორც ისტორიული ცნობა, რომ ერთ დღეს ამ წელს არსებობდნენ ესა და ეს ფოტოგრაფები, რომლებიც მკაცრად დაისაჯნენ თავიანთი საქმიანობისთვის. ეს იქნება ამ დასკვნაში, მაგრამ ამ დასკვნას ექნება დანართები, მათ შორის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს იყოს ვიზუალური მასალაც. ჩვენ გამოვყოფდით კონკრეტულ პირს ადმინისტრაციიდან, ვინც თქვენთან ერთად გადაარჩევდა თქვენს მიერ შექმნილ მასალას და რასაც ერთობლივად ჩავთვლიდით, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე საუკეთესო ამსახველი ფოტო თუ სხვა მასალა, რასაც შეიძლება თქვენ ფლობდეთ, თანხმობა გვინდა, რომ იქნებ დასკვნის დანართად, რა თქმა უნდა, თქვენი გვარსახელის მითითებით, იმ ტექსტის მითითებით, რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, რომ დავურთოთ დასკვნას, ამის უფლებას გთხოვთ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რომ არანაირი პრობლემა არის, მზად ვართ. თქვენი თუ ჯაშუშობაში არ ჩაგეთვლებათ, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ის არის, რომ სიტყვა ჯაშუში, სიტყვა დანაშაული, სიტყვა, რა ვიცი, ყველაფერი, რასაც თავისი ძიმე მნიშვნელობა აქვს სააკაშვილმა, გააუბრალოა და პატიოსან ადამიანებს შერაცხა და რეალურად პატიოსან ადამიანებს მიაყენა დიდი დარტყმა და თავად ამ ინსტიტუტებსაც, იმიტომ რომ ჯაშუშობა უმძიმესი რამ არის და ჩვენ ამ დასკვნაში სწორედ გვინდა ის ვაჩვენოთ, რომ რეალურად ის ადამიანები, როგორც ბატონმა ალეკომ ბრძანა, ვინ საქმეს აკეთებდნენ ქვეყნისთვის და თავიანთი პროფესიის ერთგულებისთვის, აი ასეთ მძიმე შეთითხნილ საქმეებში მსჯავრდებულებად იქცნენ. ეს მნიშვნელოვანია. მადლობა თანამშრომლობისთვის, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჩვენ გთხოვთ, რომ თქვენს მეუღლეს დაუთმოთ ადგილი. ქალბატონი ნათია იქნება, შემდეგი ვინც გამოიკითხება, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი, ქალბატონი ნათია. აქაც გაფრთხილების პროცედურა უნდა დავიცვათ. გაგაფრთხილებთ იმის თაობაზე, კერძოდ რომ კომისიის წინაშე განზრახ სრულ ახსნა განმარტების მოცემა